ვიდრე დავჭირდება იმ პრობლემების ჩამოთვლაში, რაც ჩვენს ყოფაში არსებობს. ხელისუფლების მიერ ჩადენილი არა სასურველი მდგომარეობა, რაც ჩვენ გვაქვს ეს ქვეყანაში. დაკარგული ტერიტორიები, ეკონომიური სიდუქჭირე, უსამართლობა, კიდევ ადამიანებს დაგვაკარგინეს ღირსება. შეურაცხყოფილები ვართ ყველაფრით. რატომ უნდა დაგვაშინონ? რას ვაკეთებთ ისეთ, რომელიც არ არის მისაღები? ჩვენ ხომ გვინდა ავაშენოთ დემოკრატიული ქვეყანა. თუ დემოკრატიული ქვეყნის აშენება გვინდა, მაშინ რატომ უნდა გვეშინოდეს, რომ ჩვენ ვართ ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები, ყველა ეთნიკური უმცირესობები, რომლებიც ჩვენ ქვეყანაში ცხოვრობენ, იმსახურებენ იმას, რომ ჩვენ ვიყოთ დემოკრატიულ ქვეყანაში, რომ ჩვენ გქონდეს არსებობის საშუალება, რომ ჩვენ მუშაობდეთ და ჩვენივე შრომით შევქმნათ ისეთი მდგომარეობა, რომ ჩვენი ოჯახები არ იყვნენ გაჭირვებულები ისე, როგორც დღეს არიან. აი ამისათვის მოვდივარ პოლიტიკაში, სწორედ მინდა შევებრძოლო იმ არსებულ ვითარებას, რომელიც ქვეყანაში არსებობს და სწორედ ბიზინა ივანიშვილი, ქართული ოცნება, კოალიცია შეძლებს სწორედ იმ ყველა პრობლემის გადაჭრას, რომელიც დღეს არსებობს. უკვე რამდენი ხანია დაიწყე პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნების საარჩევნო პროცესი, საარჩევნო კომპანია. ეს ვარ ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ამ კამპანიების. დღეს ჩადარდა რამდენიმე შეხვედრა შიგბოლნისში. ღირსეული კანდიდატია და ძალიან სწორ არჩევანი გააკეთა ქართული ოცნების ლიდერებმა, რომ არჩევანი გააკეთა ქალბატონ დარიჯანის კანდიდატურასთან დაკავშირებით. ეს იქნება ნამდვილად ხალხის ელჩი საქართველოს პარლამენტში. ხალხის თქმელი მიუდანს მთავრობამდე და გადასაძღდად იყოს ეს თქმილები. რაც ეხება ხალხის გამზობა, ხალხი უკვე დაიღალა ასეთი ცხოვრებით, უნდა იყოს განსაკუთრებული ცვლილებები. ჩვენ ჯერა ბრო ქართული ოცნება ძალიან სერიოზული გუნდია. ის წარმართავს მომავალში ჩვენი საქმიანობა საქართველოში, ისე რომ ყველასთვის ძალიან ზანსაღი და ძალიან გაიცხოვრება იქნება. ჩვენ ამას შერავდა ვართ ამ მოძრაობის ძალიან დიდი ხარდამჭერი. ეს პრაქტიკულად ჰქონდა ორი შეხვედრა თვითონ ლუდნისში, ქალაქში. ერთი შეხვედრა უფრო მრავალრიცხოვანი იყო და მეორე ნაკლები, მაგრამ წვიმადაც შეგვიშალა ამაში ხელი. მინდა გითხრათ, რომ ხალხის განწყობა არის იმედიანი, მყავს უამრავი მხარდამჭერი. დღესაც რო ჩატარდეს არჩევნები, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოსახლეობის 80% ქართულ კოალიციას დაუჭერს. ველოდები საქართველოში ცხოვრებას. ბუჩქის ძირა საქართველოში არა, ნამდვილ საქართველოში, რომ ჩემო პატარა შვილმა იცხოვროს აქ, ლამაზად. და მშვიდობიან საქართველოში, მეტი არაფერს არ ველოდები. დღევანდელი შეხვედრიდან ძალიან დიდი იმედი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, საქართველო გაიმარჯვებს.